დღეს ძალიან პრობლემატური საკითხია მშრალი თვალის სინდრომი, ის უამრავ ადამიანს აწუხებს და მრავალი ფაქტორითაა განპირობებული. მეც თამარ ჩიტაძე გვეტყვის დღეს სწორედ მშრალი თვალის სინდრომზე ვისაუბრებთ. გამარჯობა. რა არის მშრალი თვალის სინდრომი და რა სიმპტომებით ხასიათდება? გამარჯობა, დიდი მადლობა დაინტერესებისთვის. ჩვენ დღევანდელი შეხვედრის თემა არის თვალის ზედაპირის დაავადებები. თვალის ზედაპირის დაავადებები არის საკმაოდ მრავალფეროვანი, თუმცა მშრალი თვალის დაავადება არის მათ შორის ყველაზე საინტერესო, ვინაიდან ყველაზე ხშირია. მოსახლეობის დაახლოებით 60%-ს აქვს მშრალი თვალის დაავადება და უმეტესწილად განპირობებულია გაჯეტებთან ხანგრძლივი ურთიერთობით, გარემო პირობებით, კონდიცირებული გარემო, ეკოლოგია და ასე შემდეგ. მშრალი თვალის დაავადება არსებობს ორი ძირითადი სახით. ერთი, რომელიც შესაძლებელია გამოხატული იყოს ცრემლის რაოდენობრივი დეფიციტით და მეორე ხარისხობრივი პრობლემით. ცრემლის ხარისხობრივი პრობლემა თავის მხრივ განპირობებულია მეიბომის ჯირკვლების დაავადებით, მეიბომის ჯირკვლების დისფუნქციით, ანუ ჩვენი საცრემლე ჯირკვლების არასათანადო მუშაობით, რომელიც ასევე შეიძლება თავის მხრივ დაკავშირებული იყოს ბევრ ძალიან სხვადასხვა ფაქტორთან, ეს არის ასაკი, ეს არის ჰორმონალური დისბალანსი, კურნალ-წავის სისტემის დაავადებები და ასე შემდეგ. რა სიმპტომებით ხასიათდება, როგორ უნდა მივხვდეთ, რომ ეს გვაწუხებს ეს დაავადება? მშრალი თვალის დაავადებას, ისე როგორც თვალის ძალიან ბევრ დაავადებას ახასიათებს პირველ რიგში სიწითლე, გამოხატული სიწითლე, წვა, ქავილი, ქუთუთოების შეშუპება. ასეთი სიმპტომების დროს აუცილებელია ექიმთან ვიზიტი. დროულ დიაგნოსტიკას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, ვინაიდან ადრეულ დიაგნოსტიკის შემთხვევაში მკურნალობა შედარებით მარტივია. და როგორ ხდება დიაგნოსტირება? მშრალი თვალის დიაგნოსტირებისთვის გამოიყენება თანამედროვე ოფთალმოლოგიაში უახლესი მეთოდი. ეს არის თვალის ზედაპირის კომპიუტერული დიაგნოსტიკა, რომელიც მოიცავს სხვადასხვა გამოკვლევას. ეს არის ცრემლის აპკის გამოკვლევა, მათ შორის შრეობრივი გამოკვლევა, ქუთუთოების დიაგნოსტიკა, წამწამების დიაგნოსტიკა, ქუთუთოს მარგინალური კიდის მდგომარეობა, მეიბომის ჯირკვლების მდგომარეობა, რაც როგორც თავნიშნე, ეს არის ცრემლის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გამოყოფი ჯირკვლები და უკვე აი ამ დიაგნოსტიკის, აი ამ საშუალებების შეჯამებით უკვე შემდეგ ხდება მკურნალობის შესაბამისი მეთოდის შერჩევა, რომელიც უმეტეს შემთხვევაში არის ხოლმე კომბინირებული. რამეთ მოგვარებადია ეს პრობლემა? ზოგადად როგორ ხდება მკურნალობა? პრობლემა მოგვარებადია, თუმცა ჭირდება, როგორც გითხარით, პაციენტის მხრიდანაც და ჩვენი ექიმების მხრიდანაც ჩართულობა, რაც გულისხმობს იმას, რომ მხოლოდ წვეთების ჩაწვეთებით, როგორც წესი, უმეტეს შემთხვევაში ეს პრობლემა არ გვარდება ხოლმე, ჭირდება სხვადასხვა ტიპის დამატებითი მკურნალობა, რაც არის მაგალითად IPL თერაპია, ასევე საცობების იმპლანტაცია თვალში, წამწამების და ქუთუთოების სხვა პრობლემის დროს, მაგალითად დემოდეკოზური ბლეფარიტის დროს, იგივე ტყუპების არსებობის დროს სპეციალური აპარატით იწმინდება ქუთუთოები, რომ მოხდეს აი მარგინალური კიდის მაქსიმალურად გასუფთავება და რა უნდა გავაკეთოთ საპრევენციო? პირველ რიგში, ვისაც ურთიერთობა გვაქვს გაჯეტებთან, კომპიუტერთან, ტელეფონთან, არ აქვს მნიშვნელობა, დავიმყოფებით დღის უმეტესი ნაწილის განმავლობაში კონდიცირებულ გარემოში, უნდა ვიწვეთოთ დამატებითი წვეთები ხშირად. როგორც ვახსენეთ, მშრალი თვალის სინდრომი ერთ-ერთი გავრცელებული პრობლემა. კიდევ მაინტერესებს სხვა რა დაავადებებია გავრცელებული თვალებთან მიმართებაში. მშრალი თვალის პრობლემა იმდენად აქტუალურია, იმდენად ღრმა, რომ თანამედროვე ოფთალმოლოგიაში ეს არის უკვე დაავადება, მშრალი თვალის დაავადება. მშრალი თვალის დაავადების გარდა თვალის ზედაპირის დაავადებებიდან ყველაზე გავრცელებულია დემოდეკოზური ბლეფარიტი, იგივე ტკიპების არსებობა, როგორც უწოდებთ ხოლმე ამას, წამწამების ძირებზე არსებული ტკიპები, რომელიც საკმაოდ აზიანებენ ქუთუთოებს, იწვევენ ასევე მშრალ თვალს და ეს პრობლემა საკმაოდ აქტუალურია და ძალიან შემაწუხებელია პაციენტისთვის. ამ შემთხვევაში ხშირად ვითარდება ხოლმე სიწითლე, შეშუპება ქუთუთოების, იგივე ქალაზიონები, პაციენტები ჯიბლიბოსაც რომ უწოდებენ ხოლმე, ესეთი ტიპის პრობლემები. ვიტა ჯანდაცვის ბარად 200-მდე პარტნიორი კომპანია ჰყავს, მათ შორისაა კლინიკა ახალი მზერაც. მეც გვეტყვის ეთო გილიგაშვილი, ვიტა ჯანდაცვის ბარათის პარტნიორებთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი. გამარჯობა ეთო. რა პროდუქტია ვიტა ჯანდაცვის ბარათი? და ასევე უნდა გკითხოთ თქვენ და ახალი მზერის პარტნიორობის შესახებ.
მოგესალმები მაგდა, მივესალმები თქვენ ტელემაყურებელს. ვიტა ჯანდაცვის ბარათი არის ვირტუალური პროდუქტი, რომელიც უზრუნველყოფს მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომობის გაზრდას საქართველოს მასშტაბით ულიმიტოდ. 200-მდე კლინიკიდან ახალი მზერა არის ერთ-ერთი, რომელიც არის ვიტა ჯანდაცვის ბარათის პარტნიორი და მასთან თანამშრომლობთ უკვე 1 წელია. დაგემშვიდობებით ეთო, დღეს ვსაუბრობდით მშრალი თვალის დაავადებაზე, რომელიც არის გავრცელებული პრობლემა და უამრავ ადამიანს აწუხებს.